კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე კი მალე სავარაუდოდ საერთაშორისო ძებნა გამოცხადება. ქვეყნიდან წასულ მეგის ქარდავას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და გაუპატიურების ბრძანებაში ედება ბრალი. გადაწყვეტილება მოსამართლე მოწმეთა წერილობითი ჩვენებების წარდგენის შემდეგ მიიღო. ამავე საქმეზე ბრალი დაუმძიმდა გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომლებს ოლეგ ფაცაციასა და ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომლებიც პატიმართა წამების გამო უკვე იხდიან სასჯელს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მაშინ გულის შეტევა დაასახელეს. ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსან მეგის ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მეგის ქარდავას ოლეგ ფაცაციასა და ვიქტორ ყაჭეიშვილს ბრალად პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამება და სქესობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ. მეგის ქარდავას ედება წამების ორგანიზება დაამძიმებელ გარემოებებში და გაუკმართებული ფორმის სქესობრივი კავშირის ორგანიზება ეგეს დაამძიმებელ გარემოებებში. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობის დასამტკიცებლად არასაკმარისად მიიჩნევენ. პროკურატურამ რაც წარმოადგინა მტკიცებულებები სრულად არ ასახავს იმ სურათს, რასაც შუამდგომლობაში ითხოვდა პროკურატურა, ამიტომ მოითხოვა რომ ბრალდებულს არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ შეფარდებულიყო. ბრალდების მხარემ პროცესზე მოწმეების წერილობითი ჩვენებები წარადგინა, სადაც დეტალურადაა აღწერილი თეთრაძის წამების ფაქტები. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ თეთრაძეს 2011 წლის 19-23 სექტემბრის შუალედში სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში არაერთხელ სცემეს, აწამეს და შეულახეს ღირსება. გამოძიების მიერ დადგენილია მერვე დაწესებულებაში სერგო თეთრაძის ცემაწამების ძალადობის უშუალო აღსრულებლები. ამ პირებმა აღიარეს სერგო თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ სერგო თეთრაძის ეგრეთ წოდებული დამუშავება მათ დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ოლეგ ფაცაციამ. ისინი სცემდნენ და აწამებდნენ მას გარკვეული დროის განმავლობაში. შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად იძალადეს მასზე, რის შემდეგაც პატიმარმა დაკარგა გონება და დაახლოებით 9 საათში გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს სახლში დააკავეს. 24 სექტემბერს ოჯახს შეატყობინეს, რომ თეთრაძე გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. მე 19 სექტემბერს ბოლოს ვნახე 2011 წელს ჩემი მეუღლე ცოცხალი, ვნახე ის შორიდან ნაცემი გაუბედურებული. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული მეგის ქარდავა. პროკურატურის ინფორმაციით მან საქართველოს საზღვარი 2011 წლის 5 ოქტომბერს გადალახა.